რუსეთმა დღეს ოფიციალურად დაასახელა დიდი ბრიტანეთი კონფლიქტის მხარედ და ღია დემუქრება ლონდონს დარტყმებით. ხოლო კრემლში რაკეტ-საკოსმოსო ცენტრის განადგურების ფონზე განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის გაყინვა არ მოხდება. არამედ იქნება ტოტალური ომი. ასევე დაამატეს, რომ ამიერიდან რუსეთი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის კიმ ჩენ ინთან ერთად. The Times-ის პუბლიკაციის შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა უკვე ნახევარი წელია ბრიტანულ უპილოტოებს იღენებს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმებისთვის, კრემლში მაინც ვერ შეიკავეს თავი. და აი დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბრიტანული სარაკეტო ძალების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შეიძლება შეფასდეს როგორც ციტატა ომში მონაწილეობა ყველა გამომდინარე შედეგით. მაგრამ რა შეიძლება რეალურად გააკეთოს მოსკოვმა დიდ ბრიტანეთში? ეს უკვე სხვა საკითხია. და ამ კითხვაზე პასუხი ბევრად უფრო მოგრძალებულია, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი მუხარა. საერთოდ ამ გამოშვებაში განვიხილავთ მთელ სურათს ლავროვის განცხადებიდან ევროპაში დივერსიამდე და უკრაინული დარტყმის შედეგამდე რუსეთის კოსმოსურ ცენტრზე. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მაგრამ სამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. შეამოწმეთ ახლავე, ეხლა გამოწერილი ხარ თუ არა ამ არხზე, აი პირდაპირ ამ ვიდეოს ქვემოთ. შეხედეთ დაჭერილია თუ არა გამოწერის ღილაკი. იქნებ თქვენ უყურებთ ჩემს გამოშვებებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი. ვიცი რომ თქვენ შორის ასეთებიც არიან. მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით დავიწყოთ თავად განცხადებით, რომელიც მოსკოვის მხრიდან ლონდონის მისამართით მუხარებს შეიცავდა. სერგეი ლავროვი, ეს არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, უკრაინის მიერ ბრიტანული შეიარაღების გამოყენების კომენტირებისას განაცხადა, ციტატა. იცით, მეწოდება ბრიტანეთი თუ ის ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს ასე ამაყად გამოცხადებული ბრიტანეთის სარაკეტო ძალების პირდაპირი ჩართვა რუსეთის ფედერაციაზე დარტყმებში მივიჩნიოთ, როგორც ომში მონაწილეობა ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. სხვადასხვა ეს საერთოდ შესანიშნავი ფორმულირებაა. ლავროვის თქმით, ბრიტანეთმა ამაყად და ღიად განაცხადა, რომ ჩართულია ომში რუსეთის ტერიტორიაზე და ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ უკვე აღარავის ეშინია ამ რუსი კლოუნების ევროპაში. მხოლოდ დაუბანელი ივანები შეიძლება მოდიოდნენ კომენტარებში და წერდნენ, რომ აი ევროპა ამას მწარედ ინანებს. აი ევროპა. ჩვენ ცოტას თუ დავარტყამთ ტაქტიკური ბირთვული იარავით, ცოტას არ მოიჩვენებათ. გახსენებთ, მხოლოდ ომის სრულმასშტაბიანი ფაზა უკვე 4 ნახევარ წელზე მეტია, რაც გრძელდება. ყველა თქვენი საუბარი იმაზე, რომ კი, ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყე, ისინი უკვე აცინებენ ცივილიზებულ სამყაროს. ცივილიზებული სამყარო თქვენ გიყურებთ უბრალოდ როგორც კლოუნებს, როგორც რაღაც კუნსტკამერას. ასეთი განცხადებების მიზეზი სერგეი ლავროვის მხრიდან გახდა The Times-ის პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ უპილოტო აპარატებს შორის, რომელსაც უკრაინელი სამხედროები იყენებენ რუსეთის მატერიკულ ნაწილზე დარტყმებისთვის, არის ბრიტანული აპარატებიც. მათ შორის არის რეაქტიული დრონი ნეონი, რომელიც კომპანია BA Biosystems-მა შეიმუშავა. ამ თემაზე დღეს დილით მქონდა ცალკე გამოშვება. იქ არის საუბარი დრონებზე, უკრაინულ რაკეტებზე, ამიტომ აუცილებლად ნახეთ, იქ უფრო დეტალურად ყვებოდი ამ ბრიტანულ უპილოტო აპარატებზე და აი ამ შეტყობინებების შემდეგ ლონდონში რუსეთის საელჩომ უკვე ბრიტანეთს რაღაც შედეგებით დაემუქრა. მოდი ასე ვთქვათ, ნუ თუ მოსკოვში ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მათ ბრიტანული დრონები ესვრიან, რა თქმა უნდა იცოდნენ. მაგრამ რეაგირება ეშინოდათ ამაზე. და როცა ამაზე უკვე ყველამ საჯაროდ დაიწყო საუბარი, ისინი ასე ფიქრობენ. კარგი, რაღაც რეაგირება მაინც უნდა მოვახდინოთ. პასუხად ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლონდონი არც კი გეგმავს და არც კი ფიქრობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაზე და გააგრძელებს კიევისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიისგან დასაცავად. მარტივად რომ ვთქვათ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს იმ რუსების ხვირილი. მოდით აქ ვცადოთ მთავარი კითხვაზე პასუხის გაცემა. რას შეიძლება რეალურად გააკეთოს მოსკოვმა ლონდონის მსგავსი განცხადების საპასუხოდ სერგეი ლავროვის სიტყვების გარდა, რომ აი შედეგები იქნება. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ სერგეი ლავროვი ბოლო დღეებში უკვე არაერთხელ ემუქრება სწორედ ევროპას. პუტინის, მედვედევის და მათთან ერთად სხვების მუხარებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც მთელი მასშტაბური ომის განმავლობაში ყვებიან, როგორ მივლენ ლონდონამდე და ლონდონს დაარტყამენ. მოკლედ, ცოტა ხნით ადრე სერგეი ლავროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი, ციტატა, ბევრად უფრო მკაცრ მეთოდებს გამოიყენებს ყველაფრის დასანგრევად.
რაც დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო მანქანას ამარაგებს. და დაამატა ციტატა: ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. ისინი უკვე იწყებენ წუწუბენ წუწუნს. და სწორედ ამ განცხადებების ფონზე ევროპაში მართლაც გავრცელდა საეჭვო ხანძრების ტალღა. და სწორედ ამ ფონზე ევროპაში მართლაც გავრცელდა საეჭვო ხანძრების ტალღა. ბოლო დროს ბალტიის ქვეყნებში რუსები იქ ცეცხლს უგიდებენ ლოგისტიკურ ცენტრებს, რომლებიც უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფენ. გახსენებთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ივლისში იყო. 19 ივლისის ღამეს რიგაში დაიწყო ოფისი, საწყობი და ლოგისტიკური ცენტრი, საქონმოქმედო ორგანიზაცია დავით დროგის, რომელიც აგროვებდა და აგზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. მაშინ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ტერიტორიაზე ღობეზე გადმოვიდნენ 2 ნიღბიანი ადამიანი. მათ დაწვეს შენობა და დაცვის მოსვლამდე მიიმალნენ. მაშინ ზარალი თითქმის 100,000 ევროთ შეფასდა. დაიწვა შემოძირული ტექნიკა, ტანსაცმელი და პროდუქტები. და ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირ განაცხადა, რომ გათვალისწინებული რუსეთის მიერ ბოლო წლებში ლატვიასა და სხვა ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებული დივერსიული საქმიანობა, ვერსია, რომ შენობას რუსეთის ინტერესებში ცეცხლი წაუკიდეს, გამორიცხული არ არის. დამატებით, ესტონეთში დღეს განაცხადეს, რომ ასევე ცეცხლი წაუკიდეს ერთ-ერთ ასეთ საქონმოქმედო ცენტრს. შემდეგ ლატვიაშიც გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ მსგავსი დივერსია მოხდა ასეთივე ჰუმანიტარულ საწყობში. მსგავსი ისტორია მოხდა იტალიაშიც, აი კენცის საბრძოლო მასალის ქარხანაში. მაგრამ იტალია ეს არის კომპანია, რომელსაც სხვათა შორის ასევე ყავს შვილობილი BA Systems-ი, რომელიც აწვდის პროდუქციას უკრაინისთვის. იქაც მოხდა აფეთქება და იტალიის პროკურატურა ამოწმებს მის შესაძლო კავშირს მსგავს ინციდენტებთან ბულგარეთის საწარმოებში. 10 აგვისტოს იქაც იწოდა იარავის ქარხანა. ანუ დიახ, რუსეთი ნამდვილად არის უნარიანი ასეთ მიზანმიმართულ დივერსიებში. საწყობების დაწვა, აფეთქებები ქარხნებში, რომლებიც მუშაობენ უკრაინის თავდაცვაზე, იქ დრონების გაშვება, როგორც ეს ლაიფციგში მოხდა, რომელიც დაეშვა უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მაინც სრულიად სხვა დონის საფრთხეა, ვიდრე, როგორც ამბობს ლავროვი, ომში მონაწილეობა ყველა აქედან გამომდინარე შედეგით, რომლითაც ლავროვი მთელ ბრიტანეთს ემუქრება. ნატოს ქვეყანაზე, რომელსაც ბირთვული იარაღი და გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი აქვს, პირდაპირ თავდასხმისთვის რუსეთი ფიზიკურად მზად არ არის და თავადაც ეს კარგად ესმის. აქედან მოდის განსხვავება რიტორიკის ხმაურიანობასა და რეალურად ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს შორის. ფარული დივერსიები და არა ღია კონფრონტაცია, ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია. და რუსები იქცევიან როგორც ლაჩრები, უბრალოდ როგორც ვირთხები. ისინი ანთებენ საწყობებს და ამასაც კი არ აღიარებენ. მათ ხომ არ შეუძლიათ? აი ბრიტანელები. ისინი გამოვიდნენ და ამაკად განაცხადეს, ლავროვი ამბობს. ისინი გამოვიდნენ და ამაკად განაცხადეს, დიახ, ჩვენ ვაძლევთ უკრაინას უპილოტო აპარატებს, რომლითაც ის ურტყამს მატერიკულ რუსეთს და უტერს იქ ობიექტებს. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. დიახ, და ჩვენ გავაგრძელებთ ამას. არაფერს უმალავთ. ჩვენ საერთოდ არ მალავთ ამას. ჩვენ ღიად ვაცდით იარაღს უკრაინელებს, რომლითაც შემდეგ რუსეთს ურტყამენ. რუსები კი პასუხად როგორც ვირთხები, როგორც ნამდვილი ლაჩრები, თვითონაც კი არა, არამედ კიდულობენ ცალკეულ ევროპელებს, რომ მათ იქ რომელიმე საწყობი დაწვან და მერე ამბობენ, აი ხო ხედავთ, შური ვიძიეთო. ამიტომ, რას უნდა ველოდოთ? შეიძლება ველოდოთ ალბათ რაღაც სახის დაწვას თვითონ ბრიტანეთშიც და ისიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ ფონზე სხვადასხვა რუსი ივანები მოდიან კომენტარებში, მათ შორის ჩემს ვიდეოებზეც. და 4.5 წლის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგაც კი აგრძელებენ წერას, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ არ დაუწყია. და აი მალე ევროპას დაარტყამს ტაქტიკური ბირთვული იარავით. თქვენ არ გესმით, პუტინი უბრალოდ ემზადება. არ ვიცი, მე უბრალოდ მაინტერესებს, თვითონ რუსებს ხო არ ეცინებათ ამ თეზისებზე. ისინი კი დღემდე უბრალოდ დაფიქრდით, ისინი დღემდე ასე არიან, როცა უკვე ნავთობის საწყობები იცვის, გადამამუშავებელი ქარხნები, უბრალოდ ქარხნები მთელ რუსეთში. როცა იქ ღამეში რამდენიმე ასეული უპილოტო მიფრინავს რუსეთზე, ისინი დღემდე ამბობენ, ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია, აი როცა დავიწყებთ, ბიჭებო, გამოფხიზლდით, მგონი უკვე ჩაისვარეთ. და ამ ფონზე კრემლმა იმავე დღეს მიანიშნა, რომ არც მშვიდობაზე და არც საბრძოლო მოქმედებებში თუნდაც პაუზაზე საუბარი არ არის. მელოდი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა კითხვაზე თუ როგორ ისწრაფვიან რიგი ქვეყნები ომის გაყინვისკენ შეხების ხაზზე მოგლედ უპასუხა. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ის ამას გამორიცხავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნამდვილი დიპლომატია ყოველთვის ჩუმად მიმდინარეობს, ხოლო რაც ხმამაღლა კეთდება, ეს უბრალოდ საჯარო განცხადებებია. მანამდე რუსეთი შეგახსენებთ, აკანებდა მოთხოვნებს, რომ არანაირი გაპინვა არ მოხდება, თუ როგორც ისინი ამბობენ, ომის პირველადი მიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი. ანუ ფაქტობრივად, მოსკოვის მაქსიმალისტური მოთხოვნების შესრულების გარეშე. ჩემს მხრივ დავამატებ, რომ ერთადერთი პირველადი მიზეზი ამ ომისა, არა, მოდი ასე ვთქვათ, ორი ნამდვილი პირველადი მიზეზი ომისა არის რუსეთი და პუტინი. მოდით ორივე გავანადგუროთ და ომი დასრულდება. მაგრამ უკრაინასთან მშვიდობის ნაცვლად სერგეი ლავროვმა იმავე დღეს არჩი ესაუბრა ახალ ალიანსზე ჩრდილოეთ კორეასთან. დიახ, მან ამას ახალი ალიანსი უწოდა, რადგან როცა წარმატება არ არის, საჭიროა რაღაც გამოიგონ. ტელეგრამაში, რომელიც კოლეგას ჩრდილოეთ კორეიდან ცოი სონ ჰის კორეის იაპონელი დამპყრობლებისგან გათავისუფლების დღის აღსანიშნავად გაუგზავნა, მან დაწერა ციტატა ლავროვის. დღეს მოსკოვი და ფხენიანი ერთიანი ფრონტით გამოდიან ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის. მრავალპოლარულობის, ნამდვილი თანასწორობის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დაფუძნებული. მან ასევე გაიხსენა ერთობლივი ოპერაცია, ციტატა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უცხოელი დაქირავებულების კურსკის ოლქიდან განდემის ერთობლივი ოპერაცია, როგორც საბრძოლო მეგობრობის ტრადიციის გაგრძელება ჯერ კიდევ 1945 წლიდან. ხოლო ამ მეგობრობის ფასი კი კარგად არის დოკუმენტირებული. სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით ფხენიანმა რუსეთის არმიას გადასცა 12 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და კურსკის ოლქში გაგზავნა დაახლოებით 13,000 ჯარისკაცი. მათგან დაახლოებით 2,500 საბოლოოდ დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა კიდევ დამატებით არის. ბლუმბერგის გათხრებით 2022 წლიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარებით 14 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 850 მილიონი დოლარი. მხოლოდ ჯარისკაცების, ანუ საზარბაზნე ხორცის ექსპორტზე მოდის. და თანამშრომლობა კვლავ ფართოვდება. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთში 30-დან 50,000-მდე სამხედრო მოსამსახურის განთავსებას. უკრაინის დაზვერვამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფხენიანი გეგმავს რაკეტური დანაყოფის გაგზავნას ვორონეჟის ოლქში. ეს არის 6 გამშვები დანადგარი და დაახლოებით 120 ბალისტიკური რაკეტა. კიევის ინფორმაციით, წელს ჩრდილოეთ კორეამ უკვე გადასცა რუსეთს 40 მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა KN-23 და KN-24. და ზელენსკიმ ივლისის ბოლოს დაადასტურა, რომ ისინი უკვე გამოიყენება უკრაინაზე დარტყმებისთვის. მაგრამ საინტერესოა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ვლადიმირ პუტინი ამტკიცებდა და ამაყად ამბობდა, რომ ის ჩინეთთან ერთად ახალ მსოფლიო წესრიგს აშენებს. და ყველა ბრიქსის ქვეყანასთან ერთად. გაიხსენეთ ეს რიტორიკა. ახლა კი 2026 წელს სწორედ ამ ახალ მსოფლიო წესრიგს კრემლი მზად არის ააშენოს. სულ მცირე, უკვე ჩრდილოეთ კორეასთან ერთად მაინც. აი ესეთი საინტერესო მსოფლიო წესრიგი იქნება. მაგრამ ამ ყველაფრის უკან არის რეალობა ადგილზე, როგორც პუტინს უყვარს თქმა. გახსენებთ, 15 აგვისტოს ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რაკეტებით ფლამინგო დაარტყეს რუსეთის სარაკეტო კოსმოსურ ცენტრს პროგრესის ამარაში. ეს არის ერთადერთი საწარმო ქვეყანაში, რომელიც სერიულად აწყობს სოიუზ 2-ის ოჯახის გამშვებ რაკეტებს. უკრაინის საზღვრიდან ქარხანამდე მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია. და აი დღეს, უკვე 18 აგვისტოს, გამოჩნდა სატელიტური სურათები, სადაც ჩანს, რომ დარტყმა მოხდა კორპუს 100-100. ეს ის ნაწილია, სადაც მაღალი სისუფთავის კლასის ოთახში აწყობენ ეგრეთ წოდებულ ნერვულ სისტემას გამშვები რაკეტებისთვის. ეს არის ბორტული ელექტრონიკა, მოწყობილობები, მართვის სისტემა და საკაბელო ქსელი. ამ ეტაპის გარეშე რაკეტის აწყობა უბრალოდ შეუძლებელია, თუნდაც მზად ჰქონდეთ კორპუსი, აუზები და ყველაფერი დანარჩენი. აი ამის გარეშე არ გამოვა. ანალიტიკოსების შეფასებით ასეთი ობიექტის აღდგენას თვეები დასჭირდება, მაღალი სისუფთავის კლასის ოთახის სპეციფიკის გამო. საქმე იმაშია, რომ ხანძარი ჭვარტლი და წყლით ჩაქრობა, ანუ ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყალი, ნიშნავს სუფთა ზონების რეკვალიფიკაციისა და მთელი ტექნიკური პროცესის ხელახალი სერტიფიცირების აუცილებლობას. სიტუაციას რუსეთისთვის დამატებით ართულებს სანქციები, რადგან სოიუზის ამ რაკეტძიდების ბორტული ელექტრონიკა ძალიან ძლიერ არის დამოკიდებული იმპორტულ კომპონენტებზე, რომელთა ხემისაწვდომობაც შეზღუდულია და რომლებიც დიდი ალბათობით ამ თავდასხმის შემდეგაც დაზიანდა.
ამ ქარხნის სტრატეგიული მნიშვნელობაც უზარმაზარია. რუსეთში ანალოგიური საწარმოები არ არსებობს. სწორედ აქ აწყობენ Soyuz 2-ის მთელ სერიას, რომლითაც რუსეთი ორბიტაზე გამოხავს სამხედრო რადიოტექნიკური დაზვერვისა და სამიზდის მითითების თანამგზავრები. და რაც მთავარია, თანამგზავრული ინტერნეტი, RASSWET, იგივე რუსული ანალოგი Starlink-ისა, რომელიც როგორც წინა გამოშვებებში განვიხილეთ, იგი სრულად იშლება მხოლოდ Soyuz 2-1B მატარებლებით და უნდა მისცეს რუსულ ჯარებს შესაძლებლობა მართონ უპილოტო აპარატები რეალურ დროში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. გაგრძელება იქნება. შედეგი: რუსეთი ბრიტანეთს ომის მონაწილე დაცხადებს და რაღაც შედეგებით ემუქრება, მაგრამ რეალურად მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების არსენალი დივერსიებია. ანუ, მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარების სატყობების დაცვა ან აფეთქებები არ არის ქარხნებში და არა პირდაპირი კონფრონტაცია ნატოს ქვეყანასთან. ამავდროულად კრემლი ცინიკურად კეტავს კარს ნებისმიერი კონფლიქტის გაკინვისთვის და საჯაროდ აძლიერებს ალიანსს ჩრდილოეთ კორეასთან. რეალური მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების ნაცვლად. ამავე დროს თავად რუსეთში დარქმა მიადგა ერთ-ერთი მცირე რიცხვოვან შეუცვლელ საწარმოს, რომელიც ქვეყნის კოსმოსურ და სარაკეტო პროგრამას უზრუნველყოფს. ანუ, უკრაინა აჩვენებს, რომ შეუძლია ბევრად უფრო ზუსტად და მტკივნეულად მიაღწიოს რუსეთის სიღრმეში, ვიდრე სერგეი ლავროვის ნებისმიერი სიტყვიერი მუქარა ლონდონის მისამართით. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.